რუსი სამხედრო ტყვეებითა და დისიდენტებით დაკომპლექტებული თავისუფალი რუსეთის ლეგიონის ჯარისკაცები და შენაერთები ყოფილი სამშობლოს მიწაზე კიდევ ერთხელ შეიჭრნენ. უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდისა და კურსკის რუსულ რეგიონებში ქაოსია. ლეგიონის კონტროლქვეშ ამ ეტაპზე კურსკის რეგიონში მდებარე დასახლება ტიოტკინოა. პუტინის მოწინააღმდეგეები აკონტროლებენ ბელგოროდის რეგიონში მდებარე დასახლება ლოზოვიესაც. დაიბომბა თავად ქალაქი ბელგოროდიც. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, უკრაინული სამხედრო დრონები ჩამოაგდეს ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, სანქტ-პეტერბურგისა და ტულას რეგიონებში. თავისუფალი რუსეთის ლეგიონში გაერთიანებულია რუს მოხალისეთა კორპუსი და ციმბირის სახელობის შენაერთი. საერთო ჯამში 2 ბატალიონის შესაბამისი ცოცხალი ძალა. ამჟამინდელი იერიში არ გახავთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ლეგიონის პირველი შეტევა და აშკარაა, რომ რუსული საზღვრები არც ისე დაცულია, როგორც ამას კრემლი ამტკიცებს საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე.